გამარჯობა, მე Яков Ბრევაძე და დღეს ამის unboxing-ი უნდა გავაკეთო. ეს არის DJI Osmo 360. ეს არის DJI Mic 3. ჯერ ამის unboxing-ს გავაკეთებ და გაჩვენებთ ყველაფერს ამ ვიდეოში. ძალიან მაგარვიდზეა სიმართლე რომ ვთქვათ. ეს არის აქსესუარები, ეს არის DJI Osmo 360. ჯერ ნახოთ რა მოყვება. რაც ყველაზე მთავარია, ეს არის 1.20-იანი ჯოხი და მე მაქვს კიდე 3 მეტრიანი ჯოხი. ეს არის მოკლედ adventure combo, რომელშიც შედის ეს ჯოხი. ეს არის case-ი, სადაც იდება 3 ელემენტი და შეიძლება 3 ელემენტი დატენო ძალიან მარტივად და სწრაფად. ეს სტიკერებია, რომელსაც სავარაუდოდ ჩემ ჩანთას დავაკრავ. ძალიან ესეთი თხელი case-ია რა, ძალიან და ყველა დამჯდარია რა თქმა უნდა. ამ ელემენტი დევს აქ და ყველა დამჯდარია. ეს სტაფილოსფერი იმას აჩვენებს, რომ არ არის დატენილი. თუ დატენილია, მაშინ მწვანედ იქნება ანთებული. USB Type-C იტენება. აქ დევს quick release mount-ი, რომელიც ძალიან მარტივად ესე უცებ ამ ჯოხს ესე ამას დაამაგრებ, რომ მე კამერა არ ატრიალო ესე იქით-აქეთ. კიდე აქ დევს კაბელი და რა პაწაწუნა. ულალა, რა ლამაზია. ძალიან ლამაზი დიზაინი აქვს. ესე გამოიყურება ჩემი DJI Osmo 360. ძალიან ლამაზი არის. კამერა როგორც თვალს ისე აღიქვავს ამის ლინზას. აქ შეგიძლია SD card-ი ჩადო, მაგრამ მე SD card-ი არ მიყიდია, იმიტომ რომ ამას შიდა მეხსიერება აქვს 105 გიგაბაიტი. ხო, ეს არის ესე ძალიან მარტივად მაგნიტით. სკაპ, შო. ეს უკვე მყარად არის და აღარ მოძრება აქედან. ძალიან მაგარია. აი რამ ხელათი პატარა არის ამასთან შედარებით, просто აქ დევს დეთქეთები, ეს მაგნიტები, Type-C და audio jack-ი, მოკლედ კაბელები აქ და აქ უკვე მთავარი და რაც ყველაზე მაგარი არის, DJI Mic 2-ისთვის რო ყველაფერი წაიღო, მოკლედ, აი ამაში უნდა ჩადო, თავის case-ში არ ეტევა და ამაში უკვე შეგიძლია ეს კაბელებიც ჩადო და ყველაფერი ეტევა, მოკლედ, აი ამ პატარა case-ში. ძალიან ლამაზი დიზაინია და აი ეს ყველაფერი ჩავდე ამაში და ჩვეულებრივად ეტევა ყველაფერი ერთ პატარა case-ში. აი ეს არის ყველაზე დიდი პლუსი. ზომის შედარება, აი ამ ხელათი უფრო პატარა არის. აი ეს ყველაფერი რომ ამაში ეტევა, ეგ ძალიან მაგარი. ეხლა უკვე გავტესტავთ როგორ იღებს DJI Osmo 360, 8K 40 FPS-ი აქვს და ასევე წყლის ტესტსაც გავატარებ. მანამდე კი DJI Mic 3-ის range test-ს გავტესტავთ, ანუ რა მანძილზე იჭერს და ეხლა დავაყენებ კამერას და ვნახოთ აბა სადამდე დაიჭერს. 3 ელემენტი დავტენე ამ კამერის, აი ამ პატარა case-შია და ამ პატარა case კიდე ძალიან დიდი პლუსი აქვს ის, რომ შემიძლია კაბელი შევაერთო და power bank-ად გამოვიყენო, დავტენო ტელეფონი, ან თუნდაც კამერა, ნებისმიერ რაღაც. ხო, სხვათაშორის ძალიან მალე იტენება ეს ელემენტები და ძალიან დიდხანს ძლებს. ეხლა ამას დავაყენებ ისე რომ თქვენს ხედავდეთ და მე წავალ იმ მიმართულებით, ორივე მიკროფონი მაქვს. ეხლა ერთი იქნება ამაზე დაკონექტებული, ერთი იქნება კამერაზე დაკონექტებული და რომელი უფრო short მანძილზე გაკაჩავს, აბა. ჩავრთე გადაღება. ერთი მიკროფონი არის კამერაზე დაკონექტებული და მეორე მიკროფონი არის DJI Osmo 360 დაკონექტებული და რომელი უფრო short გამომყვება, აბა ვნახოთ. ეხლა ვარ დაახლოებით უკვე 10 მეტრზე. ხმა ისმის. დღეს ვაპირებ რომ მთლიანად ერთ დღეში გადავიღო მთლიანი ეს ვიდეო და ხვალ უკვე დაიდება. ეხლა ვარ დაახლოებით 25-30 მეტრის მოშორებით. ეხლა შემოვტრიალდი. მაშინ უკვე სიგნალი დაკარგა, მაგრამ არ აუშავს. ეხლა ვარ უკვე დაახლოებით 50 მეტრის მოშორებით, მაგრამ არც ერთი წინაღობა არ აქვს კამერასა და მიკროფონს შორის, ესე რომ წესით ხმა უნდა ისმოდეს. ეხლა ვარ უკვე ძალიან შორს 100-120 მეტრის მოშორებით, შეიძლება მეტიც. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ შეიძლება გაწყვიტოს სიგნალი. არ ვიცი რომელი მიკროფონიდან ისმის ხა, მაგრამ ახლოს რომ მოვალ უკვე თავისით დაკონექტდება. ეხლა უკვე დავიწყებ აქეთ იერულს. იმედია რომ გამომყვა საკმარისად. ერთი დამავიწყდა რომ შიდა რეკორდინგი ჩამირთო ამაზე, იმიტომ რომ მე უკვე ხმა მაინც იქნებოდა, თუნდაც გაეწყვიტა.
ძალიან შორს ვიყავი გასული, მაგრამ როცა მოვუახლოვდი, უკვე დაკონექტდა და ორივე კამერაზე მიკროფონი დაკონექტებულია. არ ვიცი რომელმა პირველმა გაწყვიტა, მაგრამ სავარაუდოდ ორივე მიკროფონში ძალიან კარგად ისმოდა ხმა, თუნდაც 100 მეტრის მოშორებით. შეიძლება არც გაუწყვეტია, უბრალოდ ძალიან შორს ვიყავი უკვე გასული და რავი, ეგ მანძილით საკმარისია ძალიან. აი თუნდაც გადაღებაზე ხარ და ესეთ მანძილზე თუ ესე იჭერს, მეორე ან მესამე ოთახშიც რო გადახვიდე სახში რო ხარ, მაშინაც დაიჭერს ხმას. ასე რომ ეგ ძალიან მაგარი პლუსია, რომ წინაღობის გარეშე მაინც იჭერს ხმას ესეთ მანძილზე. და წინაღობა რო კონდეს, შესაბამისად, უფრო კარგად დაიჭერს ვიდრე სხვა მოდელები. ხო, ეხლა გავტესტავთ, როგორი ხარისხი აქვს DJI Osmo 360. პირველ რიგში აღნიშნავ იმას, რომ 1 ინჩი აქვს, რაც უფრო მაგარ ხარისხს იძლევა. სიბნელეში ბევრად უფრო მაგრა იღებს. მაგას უკვე ცოტა მოგვიანებით ნახავთ თქვენ თვითონაც და სახურავზე ავალ. სახურავზე ისეთი სიბნელეა, რომ იქ უკვე საერთოდ შუქი არ არის და მაგ სიბნელეშიც კი ძალიან მაგრად იღებს. ხო, ერთი თითის დაჭერით, აი წამიერად ირთვება. აი ეგ არის ძალიან მაგარი პლუსი, რომ აი წკაპ, всё, ჩაირთო. ეგრევე. და თუნდაც გათიშული იყოს და გადაღების ღილაკს დავაჭირო, თავიდან ეგრევე იღებს ვიდეოს. წკაპ, всё, გადაიღო. წერან გავთიშე და ეხლა ჩავრთე და ეგრევე გადაიღო. ეგ ძალიან მაგარია. ეხლა ვიღებ დილო გემში, რაც ხელს უწყობს ფერების უფრო ხარისხიანად კორექციას და 10 ბიტი აქვს ამ კამერას, რაც ძალიან მაგარია, იმიტომ რომ 8 ბიტი ქონდა Insta360X5-ს. კაი ფერები ქონდა იმასაც, მაგრამ 8 ბიტსა და 10 შორის ძალიან დიდი განსხვავება არის. აი ესე ციფრებით რო გითხრათ, 8 ბიტს აქვს 16 მილიონი ფერი და 10 ბიტს აქვს 1 მილიარდი ფერი. ანუ რამხელათი სხვაობაა, ხო ხვდებით? ძალიან დიდი სხვაობა. ცოტა ხანში უკვე გაჩვენებთ როგორ იღებს 8K 50 FPS-ში და ალში როგორ იღებს, აბა. წყალში წყლის кейსის გარეშე ხარისხიანად ვერ გადაიღებს, მაგრამ გასთავარია წყალგამომტარია და თუ წყალში ჩააგდე, ანუ წყალი არ შევა. ეგ ძალიან მაგარია. ნუ იდეაში დღესდღეობით ყველა კამერა წყალგამომტარია თითქმის. Action კამერებზე მაქვს საუბარი. თორე FX3-ისთვის რო წყალგამომტარი кейსი ვიყიდო, კამერაზე ძვირი ღირს. დაახლოებით $5000 იღებს მარტო кейსი. იმისთვის რომ დაედიტო DJI Osmo 360-ის კადრები, ამისთვის უნდა გადმოწერო DJI Mimos აპლიკაცია, ან შეგიძლია MacBook-შიც ჩაიწერო DJI-ის აპლიკაცია, მაგრამ მე ძირითადად ტელეფონში ვაედიტებ ხოლმე ამისთვის, იმიტომ რომ უფრო მარტივია და უფრო ნაკლებ დროს მოითხოვს. თან შეგიძლია ნებისმიერ ადგილას თუნდაც გზაში დაედიტო და შეგიძლია რომ keyframe-ებით გაწი-გამოწიო კადრის ჰაითაც გინდა, ზევით აწიო, ანუ ყველაზე მაგარი ეგ არის, რომ არ გიწევს კადრი დაუმიზნო გადაღების დროს და შეგიძლია მერე უკვე თუნდაც ამ მოპედს გავხედო ეხა კადრში, ძალიან მარტივად შემიძლია რომ ჩემი თავიც გამოვაჩინო და ასევე სხვა დანარჩენი ყველაფერი. თუ ეს დავიჭერ, საერთოდ ყველაფერი ჩანს, ანუ DJI-ის აპლიკაციას ცოტა დახვეწა სჭირდება, მაგრამ DJI აპდეიტებს აკეთებს თითქმის ყოველ კვირა ან ორ კვირაში ერთხელ და აპდეიტებს და მერე უკვე უკეთესი აპლიკაცია გვექნება. და პლუს DJI-ის აპლიკაციაში ტრაქინგი აქვს ძალიან მაგარი, იმიტომ რომ DJI რადგან დრონებს უშვებს და ტრაქინგის ფუნქცია დრონებსაც აქვს, ამაზეც გადმოიტანეს და ძალიან მაგარი ტრაქინგი აქვს. მაგრამ ერთი მინუსი ისაა, რომ როცა ჰორიზონტალში ვიღებ და ტრაქინგს უთითებ, კადრს რაღაცნაირად ქვევიწევს. მარა დავამუღამე რაღაც, რომ ვერტიკალში გადამყავს, მერე ტრაქინგს ვაკეთებ და მერე უკვე ჰორიზონტალში რო გადამყავს, ზუსტად არის კადრი გასწორებული. ეგრე ბევრად უფრო ჯობია, იმიტომ რომ ჰორიზონტალში რო ტრაქინგს აკეთებ, რაღაცნაირად არა მოკლედ რა კარგი. მარა იმედია აპდეიტს გააკეთებენ და ეგეც გამოსწორდება. ხო, ეხლა ვიხტუნავებთ. დავაყენებთ 3 მეტრიან ჯოხს. ამაში უკვე ჰაერია შიგნით და წყალში აღარ ჩაიძირება. სანდრო ახტება იქიდან და მე ამას ვისურვი გადავიღებ slow motion ვიდეოს.
უკვე მოსაღამოვდა და ეხლა გაჩვენებთ როგორ იღებს სიბნელეში DJI Osmo 360. ეხლა ავალ სახურავზე და გაჩვენებთ როგორ იღებს სრულიად სიბნელეში, იმიტომ რომ სახურავზე არანაირი განათება არ აყენია და გასატესტად ძალიან კაი ადგილია მოკლედ რა. ამოვედი სახურავზე და ძალიან მაგარი ამინდი დაემთხვა დღეს, რომ ესეთი ამინდი არის იშვიათია, იმიტომ რომ აქ ძირითადად წვიმს ხოლმე და ხო, ეხლა გაჩვენებთ როგორ იღებს სიბნელეში DJI Osmo 360. ეხლა ჯერ არ არის სიბნელე, მაგრამ მაინც გავუშვებ ეხლა რეკზე და აი ესეთი ხარისხი აქვს ესეთ სიბნელეში. ეხლა არის უფრო საღამო, ჯერ არა სრული სიბნელე, მაგრამ time-lapse გადავიღებ სანამ დაღამდება და მაგ კაცსაც გაჩვენებ. ეხლა ვიღებ Dilo Game-ში ამ კამერით და ძალიან კაი ხარისხი აქვს. ჩანს ყველაფერი ეს ხარისხიანად, ძალიან იშვიათია რომ 360 გრადუსიან კამერას ჰქონდეს. პირველი 360 გრადუსიანი კამერა მქონდა Insta360 X2, მერე მქონდა X4, მერე X4 გამიტყდა და მერე ვიყიდე ისევ X4, მერე გამოვიდა X5, გავყიდე X4 და ვიყიდე X5 და ეს რო გამოვიდა X5 გავყიდე და რო ჩამოვედი აქ ეს ვიყიდე ეგრევე და ძალიან კმაყოფილი ვარ. ან ბევრად უფრო მჩატეა და ბევრად უფრო კაი ხარისხი აქვს, უფრო დეტალური ხარისხი აქვს და რაც მთავარი არის DJI Mic-ს უკონექტდება, თუნდაც DJI Mic Mini იყოს, DJI Mic 2 ან 3. სამივე მიკროფონს უკავშირდება პირდაპირ, ისე რომ არც არაფერი შეერთება აქ სჭირდება კამერაში და არაფერი. ეხლა მეორე მიკროფონს ავიღებ. ეს მიკროფონი რო ამ კამერაზე პირდაპირ კონექტდება, იმდენად დიდი პლუსია და რატო ეხა გეტყვით. 360 X5 როცა მქონდა Start Recordings რო ვამბობდი, სჭირდებოდა ცოტა დიდი დრო და ამაზე კიდე პირდაპირ შემილია Start Recording, ხო? Start Recording. და იწყებს გადაღებას. კიდე ძალიან მაგარი იმიტოა, რომ ეს ჯოხი როცა მაქვს აი ესე გაშლილი და კამერა ჩემგან ძალიან შორს არის. ესე 3 მეტრიანი ჯოხია გაშლილი და ეხა აქედან იქ მიკროფონს რო დაუძახო, მაინც ვერ გააგონებ. ეხა დაველოდები რომ სრულიად დაღამდეს, მანამდე გავუშვებ ამას time-lapse-ზე და გადავიღებ time-lapse როგორ ღამდება. ეხლა უკვე გაჩვენებთ რეალურად სრულ სიბნელეში როგორ იღებს ეს კამერა. ეხლა FX3-ით ვიღებ იმ კადრს, მაგრამ აი ამ კამერით რა ხარისხი იქნება ძალიან საინტერესო არის შედარებით FX3-თან. გადავრთავთ Super Night Mode-ზე. ნუ ავტოზე რო აყენებ, შეგიძლია დააყენო 100-დან 51200 ISO-ზე. ძალიან მაგარია. და ანუ Dilo Game-ში არ იღებს, მაინც 10 ბიტში იღებს. всё. ჩავრთე უკვე Super Night Mode-ზე და გავწელოთ 3 მეტრი. აი ესე იღებს DJI Osmo 360 სრულ სიბნელეში. ეხა ქუჩის სინათლეები მანათებს, მაგრამ მაინც სინათლე აქ არ არის. ეხა ცოტა იქით გავივლი, რომ უფრო გაჩვენოთ როგორ სიბნელეში შეუძლია ამ კამერას გადაღება. ცოტა ხანში ჩავალ ქვევით და ქვევითაც რო ჩავალ, იმასაც გადავიღებ, მაგასაც გაჩვენებთ როგორ იღებს. აი აქეთ უკვე უფრო სიბნელე არის ვიდრე იქით იყო, იმიტომ რომ აქ უკვე სინათლე საერთოდ არ მანათებს. ანუ ამ კამერით შეგიძლია გადაიღო დრონის კადრი ჩათვალე, ანუ აი ხა მე რო დრონი მქონდეს, რომელსაც ხვალ ვიყიდი, იმას ბევრად უფრო კაი ხარისხი აქვს, მაგრამ მაინც ანუ ამით შეგიძლია ისეთი კადრი გადაიღო, რასაც დრონით ვერ გადაიღებ, მაგალითად ეს. შემიძლია აქ ჩავწიო, ამოვწიო. FPV დრონი რო ყავდეს კი გადავიღებდი, მაგრამ ჩემ თავს ვერ გადავიღებდი, იმიტომ რომ სათვალე უნდა გეკეთოს და რავი, ანუ ესე ვერ ვიმოძრავებდი იმითი. მაგრამ ამითი უკვე შეგიძლია აი ესეთი ძალიან მაგარი კადრები გადაიღო. როგორც ნახეთ, ძალიან მაგრად იღებს სიბნელეშიც და ეს არის ის პლუსი, რის გამოც ეს ვიყიდე, რომ 1 ინჩი აქვს და 10 ბიტში იღებს. X5 რომ მქონდა, იმასაც ძალიან მაგარი night mode ჰქონდა, მაგრამ ამას super night mode აქვს და ბევრად უფრო კარგად იღებს სიბნელეში. ასე რომ, ამით დაგემშვიდობებით, ეს იყო DJI Osmo 360-ის მიმოხილვა და მომავალ შეხვედრამდე. შემდეგ ვიდეოში ნახავთ უკვე DJI Mavic 4-ის მიმოხილვას, რასაც ხვალ ვყიდულობ. ძალიან მაგარი დრონია.
ანუ რაც კი აქამდე გამოუშვიათ, ყველაზე მაგარი არის. ანუ Mavic 3 Pro-სთან შედარებით ბევრად უფრო მაგარი არის. ანუ 3 კამერა აქვს, 28 მმ-იანი, 70 მმ და 168 მმ. სიბნელეში იღებს სასწაულად, ძალიან მაგრად იღებს და ნუ მაგ ყველაფერს უკვე შემდეგ ვიდეოში ნახავთ. ასე რომ გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო თუ მოგეწონათ და აჭირეთ ზარის ღილაკს, იმიტომ რომ ყოველ პარასკევს 10 საათზე დაიდება ვიდეო ჩემი YouTube არხზე. ტექ-რევიუები იქნება ძირითადად. ასე რომ დალაიქეთ ვიდეო თუ მოგეწონათ, გამოიწერეთ არხი და შემდეგ ვიდეოში ნახავთ DJI Mavic 4 Pro-ს მიმოხილვას.